შეცვალა. გრიგორი 1121 გამარჯვების ისტორია ფორმულაზე. მოსალოდნელია თუ არა რუსეთის თავდასხმა ევროპის რომელიმე ქვეყანაზე. რა შეიძლება იყოს ფორმალური საბაბი? სჭირდება თუ არა ეს ფორმალური საბაბი რუსეთს საერთოდ რომელი ქვეყნები არიან არ გამოსარიცხი საფრთხის წინაშე? გარისკავს თუ არა პუტინი და თუ გარისკავს როგორ? ანუ ეს იქნება ერთჯერადი იერიში, რათა გამოსცადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს იქნება ძალის ერთჯერადი დემონსტრირება თუ ეს იქნება ხანგრძლივი კონვენციული ომი და აქვს კი მას ძალა, შესწევს კი ძალა რუსეთს, რომ გახსნას მეორე ფრონტი და რას მიიღებს? ეს მნიშვნელოვანია, რას მიიღებს პასუხად ევროპისაგან, პასუხს მიიღებს მხოლოდ ევროპისაგან თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. ჩვენს ამბებში ჩარჩენილები არც თუ იშვიათად ვეღარ ვახერხებთ მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებზე კონცენტრირებას. არადა ეს ძალზედ უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა. მას რას ელის ევროპა და რა ელის ევროპას? სადაა ამასობაში თურქეთი, ჩინეთი, უკვე ხსენებული ამერიკის შეერთებული შტატები? რამდენადაა ეს სცენარი მოსალოდნელი და საშვები გარდა უვალი? სტუდიაში შევამიერთა ბატონი ლევან ფესვიანიძე, მართვის დოქტორი, რომელიც პოლიტიკით დაინტერესებული პირია და საინტერესო ანალიზს აკეთებს. მოგესალმებით ლევან ბატონო. და ჩემს წინასწარმეტყველთან კი ვილაპარაკე კავკასიის კონტექსტზე, სომხეთზე, კერძოდ რა პროცესები მიმდინარეობს და ეს უსაინტერესო ეს თემაა, მაგრამ თქვენი ნებართვით მე თქვენთან საუბარს დავიწყებ უკრაინაზე და რუსეთზე ერთდროულად და მოდი მაყურებელს განვუმარტოთ რა იყო რა არის დღემდე რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, სტრატეგიული მიზანი. იმიტომ რომ სამწუხაროდ და ამაში ქართული ოცნების ხელისუფლება და ხელისუფლების პროპაგანდა სიხორცეულად არის დაინტერესებული და სულ მუდმივად ამას ტირაჟირებს, სულ გვეუბნებიან საზოგადოების ერთ ნაწილს, რომ აი მაგალითად ყირიმი და ყირიმის თუ წაიღებს დროებით რა საკვირია, ამას არ ეუბნებიან, მაგრამ აი ყირიმი და დონბასი იყოს რუსეთის და ომი დამთავრდება. არადა ჩვენ ასაკვირველია საწინააღმდეგოს და საპირისპიროს ვამტკიცებთ, მაგრამ სულ უფრო ხშირადაც უნდა ვამტკიცოთ, რომ იქნება ეს ერთი გზააბნეული ცხვარი გადმოვიყვანოთ ჩვენსკენ მეთქი საზოგადოების რომელიმე ინდივიდზე, როგორ უნდა თქვა ეს, მაგრამ რაღაცა სახელდებას არ ვაკეთებთ, აქედან გამომდინარე შეიძლება უპრიანიც არის. მოკლედ რა არის რუსეთის სტრატეგიული ამოცანა მიზანი უკრაინაში? მე მგონი ახალს არაფერს არ ვიტყვი. თუ ვიტყვი რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი არის საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამისათვის პირველი ნაბიჯი აუცილებელი იყო გადაედგათ უკრაინა დაებრუნებინათ. რატომ? დაებრუნებინათ ჭყალებში, რა თქმა უნდა. რუსი პოლიტიკოსების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბელორუსი ფაქტიურად უკვე გადაქცეული იყო ყბად დაფის ქვეყანად, ყველაფერი რაც კეთდებოდა ბელორუსში, კეთდებოდა რუსეთის ხელდასხმით, როგორც კი ლუკაშენკომ დააპირა რაღაც დამოუკიდებელი პოზიციის დაჭერა, თუ გახსოვთ, სპეცოპერაცია ჩატარდა რუსული და ლუკაშენკოს გადაეკეტა ყველანაირი გზები ევროპისაკენ და ლუკაშენკო მიმდინათ დაასუსტა ბელარუსი. იქ მე სოფლის მეურნეობის პროგრამა რამდენად კარგია, ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ბელარუსის ინსტიტუციები, ჯერ სად იყო, მაგრამ რაც იყო, ისინი იმდენად მიასუსტა და რუსეთზე დამოკიდებული გახადა. იმდენად მოხდა რუსეთის ინფილტრაცია სახელმწიფო უწყებებში კი არა. ჩვენ გვყავს ოჯახს ერთი ახლობელი ბელარუსი, რომელიც აკადემიურ სივრცეშია და რომელიც რომელმაც Facebook-იდანაც კი წამშალა, როდესაც მე ვკითხე, რომ აი ხომ არ შეიძლება რაღაცა კომენტარი გააკეთო და მეორე მისმა მეგობარმა მომწერა, მე რომ აი ინსტიტუტშიც კი აქ კაგები, Facebook-ზე. რა თქმა უნდა. მაგას ვამბობ მეც რომ ბელორუსი ფაქტიურად არის უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ლუკაშენკომ შვენივრად იცის რომ რუსული სამხედრო ძალის და სპეცსამსახურების დახმარების
გარეშე მისი დღეები, ну, ალბათ ერთი კვირა იქნება, რაც დასჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ლუკაშენკო დაამხონ, იმიტომ რომ ლუკაშენკო არ არის არანაირი არჩეული პრეზიდენტი, შეულებრივი უზურპატორია. ანუ ეს საკითხი პუტინის მხრიდან გადაწყვეტილი იყო. შემდეგი ნაბიჯი უმნიშვნელოვანესი ეს იყო უკრაინის დაპყრობა. ხო? და ნუ აქ ფეხი აუსრიალდა რუსეთს, როგორც კარგად ვიცით ჩვენ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თემ სოფლიოს ეგონა რომ ესე არ მოხდებოდა, დღეს ვხედავთ, რომ რა ვიცი, საბძელის ერთი კედლისთვის მიდის ბრძოლა ან საღორისთვის ან ფერმის ერთი კედლისთვის, თვეების განმავლობაში სოფლებს ვერ იღებენ, რასაც იღებენ, იმას კარგავენ ორ დღეში, მე ამბობენ რომ ხელახლა ავიღეთო, მე ისევ კარგავენ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ არავინ არ გაითვალისწინა სოფლიოში, ვიყოთ სამართლიანები რა. მოლოდინი იმისი რომ რუსეთი ერთ კვირაში დაამთავრებდა ომს, ქონდათ არა მარტო რუსებს, არამედ ძალიან ბევრ პროფესიონალ სამხედროს. მე თუ შეიძლება დავიტრაბახებ, მე 2014-ში ვიცოდი რომ რუსეთი ამ ომს დაიწყებს და რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მეტიც ახალი დაწყებული იყო 22 წელს რუსეთ-უკრაინის ომი და მე ინტერვიუ მივეცი, როდესაც თქვი რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ხო და ფაქტია რომ ამ პროცესში ვართ ახლა. მე მესმის ადამიანების გულის წყრომა კი არა კრიტიკა, რომლებიც თუ იტყვი მაგის თამგვარ რამეს რომ უკრაინა გაიმარჯვა და ეხლა უკრაინამ გაიმარჯვა და დაგესწრებიან თავს. მე მინდა დავასაბუთო და ავხსნა რომ უკრაინამ გაიმარჯვა ნიშნავს იმას რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩა. რუსეთის ამოცანა თქვენი არ იყო რომ კიევის თავზე ფიგურალურად თქვა აეფრიალებინა საკუთარი დროშა და მერე დაეწყო საბჭოთა კავშირის აღდგენა. თუ ამ კონტექსტში ჩავსვავთ ამ ყველაფერს, რუსეთმა საკუთარ ამოცანებს მართლა ვერ მიაღწია. უტრირებთ თქვენ და ვუტრირებ მეც. მართლა პატარა ერთი საღორისათვის, თუ ერთი პატარა სახლისათვის, ქოხისათვის მიმდინარეობს ახლა ომი და რუსეთი, რომელიც ამბობდა რომ 5 დღეში კიევს ავიღებს, 3 დღეში, 5 დღეში, 7 დღეში და ევროპელებიც ეთანხმებოდნენ, პროფესიონალებიც ეთანხმებოდნენ ამ ყველაფერში. შიშობდნენ ასე ვიტყვი უფრო ზუსტი რომ ვიყო, ხო ისინი ხვდებიან 4 წელიწად ნახევარია ეს ომი მიმდინარეობს და აგე ურალს იქით იბომბება ადგილობრივი დასავლური ტექნოლოგიები 1700 კილომეტრი 1700 კილომეტრი ეს არ არის ბოლო მიღწევები ხო იმიტომ რომ ეს რაღაცა ომი ნელ-ნელა ეპიცენტრები მოდი ასე ვიტყვი პატარა ეპიცენტრები უკვე არის შუაგულან რუსეთის სიღრმეში და თუ 1700 კილომეტრი იბომბება 700-800 კილომეტრი შეიძლება დაიბომბოს ემანდ რამე რომ იყოს ეგულისხმობ მოსკოვის გარშემო ხო ისედაც არის პეტერბურგის გარშემო ესინ და ასე შემდეგ რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს მოცემულ ეტაპზე, ოდესღაც მერკელია და შეჩარჩენილ ევროპას, იმიტომ რომ ევროპა თუ ყველაფერზე გულახდილოთ ლაპარაკობთ, გაზულუქებული იყო რუსული ნავთობით, რუსული ბუნებრივი აირით, რუსეთთან აღები მიცემობით, რუსეთთან ურთიერთობით, Nord Stream 1-ებით და Nord Stream 2-ებით, უტრირებ და არა მხოლოდ ამ გაზ თუ ნავთობსადენებით და აი მოცემულ ეტაპზე რამდენად აღიქვამს ის საფრთხეებს სწორედ აღიქვამს ბოლომდე სწორედ აღიქვამს ჩემი აზრი ესეთია უყურეთ ევროპა იყო ძალიან მართლა ჩაძინებული რატომ მიზეზები იყო ორი იმიტომ რომ ევროპაში ძლავრობდა ლოზუნგი ოღონდ ომი არ იყოს საშინელმა მეორე მსოფლიო ომმა რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ევროპას ყველა მხრიდან ეხლა არ ჩამოვთვალოთ დემოგრაფიულიდან დაწყებული კულტურული და სოციალური დამთავრებული დატოვა ისეთი დამღა რომ ევროპელებს ძალიან დიდი ხანი ეშინოდათ ომის ამის პარალელურად შეერთებული შტატების ქოლგა ჰქონდა გადაფარებული ევროპას და ამიტომ მიიძინეს მეორე მხარე ნუ დაგვავიწყდება რომ რუსული სპეცსამსახურები ბრწყინვალედ მუშაობდნენ ევროპაში და
ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მუშაობდა რუსეთზე. ეხლა ჩვენ შეიძლება პირდაპირ ფაქტები არ გქონდეს, მაგრამ როგორც რომაელები იტყოდნენ, ნახე რას აკეთებს და მიხვდები რა უნდაო, ხო, მერკელი პირდაპირ ლობისტი იყო, ეს ყველაზე ცნობილი და ეგეთები რამდენი ყავდა რუსეთს, ხო? და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი, როდესაც ევროპამ ფაქტიურად არაფერი არ გააკეთა. იმისათვის რომ აღმოსავლეთში დემოკრატიული ქვეყანა დაეცვა და საკუთარი დავი დაეცვა იმ მომენტში რომ ევროპას მკაფიო რეაქცია მიეცა და არა ის რომ ერთი წლით შეუჩერებენ რუსეთს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამას, ხო? უკრაინის ომი არ მოხდებოდა, საერთოდ არ მოხდებოდა, იმიტომ რომ შვენივრად ვიცნობ, მე რუსეთს მაპატიეთ ტრაბახისთვის ძალიან ბევრი წელი ვცხოვრობდი იმ ქვეყანაში და კარგად ვიცი მათი ფსიქიკა და მათი განწყობები. რუსები ვეღარ გაბედავდნენ უკრაინასთან ომს, მაგრამ პუტინმა შეხედა რომ ყველაფერი გაუდის. რატომაც არა, აგერა უკრაინას დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა რო დაეპყრო მაგას ერთ კვირაში, როგორც აპირებდა და როგორც ეგონათ შტაბებში გამოზრდილ ოფიცრებს დასავლეთის ქვეყნებიდან ყველაფერი შერჩებოდა. დღესდღეობით უკრაინა ექნებოდა რუსეთის ნაწილი ან ასე ისეთივე ბევრი ქვეყანა ეგრა მაგის პასუხია ყოფილი საბჭოთა კავშირისა მიბობღდებოდა ალბათ ყველაზე სწორი ზმნა არის რუსეთთან იქით შეეხვეწებოდნენ შეიძლება თლაც ზუსტი სიტყვა არ არის მაგრამ მოკლედ იძულებულნიც იქნებოდნენ რომ აი ამ რაღაც ბრუტალური რუსეთისათვის ანგარიში გაეციათ მაგრამ კითხვა სხვა რამესაც ეხება ბატონ ლევან ახლაც რეალურად არის ევროპა საფრთხის წინაშე. ამ ანონსში, რომელიც ვიდრე თქვენთან ინტერვიუნდე გავიდა, აქ მე ვსაუბრობ ერთ ძალიან ცნობილ თეორიაზე, რომ აი ასე მაგალითად კალინინგრადის დაბრუნება კალინინგრადამდე პირდაპირ ხაზის გაჭრისათვის რუსეთმა შეიძლება გამოსცადოს ნატო მთლიანად ნატოს მეხუთე მუხლი კონკრეტულად ნატოს ევროპული სახელმწიფოები ასევე მინიმუმ 2 ლიტვა და პოლონეთი და იქ შეიძლება სახმელეთო ოპერაცია როგორც ამ სუვალკის დერეფანში არც დაიწყოს მაგრამ ამორღვეული ქაოტური ვითარების გათვალისწინებით უკაცრავად ამ შეძახილისთვის ბრახტა დაარტყას ამ სუვალკის დერეფანს 60 კილომეტრზეა საბოლოო ჯამში ლაპარაკი და კალინინგრადი თან დაამყაროს ეს კონტინენტურმა რუსეთმა კუნძულოვან კალინინგრადთან თლად ასე არ არის მაგრამ მაყურებელს რო ამოხსნა მაინც დაამყაროს პირდაპირ კავშირი და ბრიუსელში დასხდნენ და თქვა იცით რა არ ვიცით რა უნდა ვქნათ იცით რა ეს ხო მაინც არ არის კონვენციური ომი იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ ვიცოდით რომ იყო ომი ანუ სახმელეთო ჯარი და ასე შემდეგ და გავა რუსეთი ახლა და მოდი არ ვუპასუხოთ შტატების გარეშე დარჩენილ ევროპას როგორც ნატოს სივრცის ნაწილს შეიძლება მართლაც გაუჭირდეს პასუხისგაცემა კონვენციური მეთანხმებით არა არ გეთანხმება ძალეთ უყურეთ როგორი სიტუაცია ჩვენ რო აი ეს თემა წამოგვეწია 5 წლის უკან გაგეთანხმებოდით მაგრამ უკრაინასთან ომმა დაგვანახა შემდეგი რუსეთის არმია არის კოლოსი ციხის ფეხებზე. რუსეთის არმია დღესდღეობით ტექნოლოგიურად, ტოტალურად ჩამორჩა უკრაინას და მარცხდება ამაზე შეგვიძლია მე უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ. უკრაინამ მოახერხა რომ იმდენი ხანი გაძლო რომ ევროპაში პოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ. გავიხსენოთ რა ილაპარაკა ბრიტანეთის მეფემ ერთი კვირის უკან შეერთებულ შტატებში რა განცხადებებს აკეთებს მერცი რას ლაპარაკობენ იტალიაში რომელიც იტალია ითვლებოდა რომ ძალიან კარგად კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ პოლონელებს რო ყოველთვის კაცრი და მკვეთრად ანტირუსული პოზიცია უჭირავთ ეს ცხადი ამბავია და ბალტიისპირელები დიახ ბალტიისპირელებს არ აყავთ დიდი ჯარი, მაგრამ ბალტიისპირელები აუცილებლად იომებენ თუ რუსეთი გაბედავს იქ დარტყმას. რუსეთს იომებენ საში ხმელეთზე ყველგან იომებენ და ძალიან ვაჟკაცურად იომებენ. მიუხედავად მათ ეკნებათ მუდმივად იმის იმედი ხას უსვავ თუ რეალურ დახმარებას მიიღებენ ევროპისგან. მიიღებენ ევროპისგან. უკვე საბედნიეროდ ეს მძინარე უმაქნისი ადამიანები
ევროპელი პოლიტიკოსები შეიძლება ძალიან მკაცრად ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია, გამოფხიზლდნენ და დაინახეს, რომ დღეს თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, ხვალ სადმე ბერლინთან მოუწევთ საკუთარი ხალხის ბრძოლაში გაგზავნა. აი ეს უკვე შეიგნეს. ეს დიდი ცვლილება არის მათ ფსიქიკაში. ბალტიისპირეთი ომებს თუ რუსეთი დააპირებს ამის გაკეთებას. რუსეთმა უკვე ერთხელ მიიღო დინგში, კიევთან ახლოს და დღესდღეობით რუსეთი ისეთ პოზიციაშია, რომ ნებისმიერი რესურსი, რომელიც მოაკლდება უკრაინის ფრონტს, მიიყვანს საქმეს იქამდე, რომ უკრაინელები გაჭრიან გზას ქერჩისკენ და შემდეგ დარჩება უბრალოდ ხიდის აფეთქება დამთავრდა. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო საკითხია. მე ერთის მხრივ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ამ ისტერიკაში სხვა სიტყვას ვერ ვიშველიებ, ყოფმა პუტინმა ან ზოგადად რუსეთმა შეიძლება ხელფეხის ქნება დაიწყოს უაზროდ, მათ შორის ესტონეთის ან ლიეტუვა, პოლონეთის მიმართულების სუვალკის დერეფანს გულისხმობ, ხო და იქ შეაწუხოს. მაგრამ მეორეს მხრივ ასაც თქვენ ბრძანებთ ამ თეორიასაც ვებხრობი, რომ რუსეთს რეალურად კი ებერთელა 140 მილიონიანი ხალხი სიცოცხლე არაფრად უღირს საზარბაზნე ხორცი ვიყა არა მინდა საპატიმროებიდან გამოყავთ მართლა ადამიანები რომლებიც რაღაცა გარკვეული პერიოდი უნდა მოეხარა რომელსაც უნდა მოეხადათ სასჯელი და ფრონტის წინა ხაზზე როგორც საზარბაზნე ხორცს ისე უშვებენ მესმის ეს ყველა ტექნოლოგიურად ჩამორჩენ და მესმის რომ რუსეთი ვეება კი არის მაგრამ მას მაინც რესურსი არ აქვს ფრონტის სასულო რესურსი არ აქვს არავის და ქაღალდის ვებხვია რუსეთი თქვენ ხალხს დღესდღეობით უკვე მოდით ეს არის უკაცრავად რუსულისთვის არა არმია მირა მეორე არმია მსოფლიოში აღარ არის დაიგრა არისო უყურეთ რა მოახერხეს რუსებმა ბრწყინვალეთ აი შეუქმნეს თელ მსოფლიოს ილუზია რომ მართლა ძალიან მაგარი არმია ყავთ ეს ილუზია ბრწყინვალედ შექმნეს ძალიან კარგად იმუშავეს საინფორმაციო ველზე და ეს ილუზია არსებობდა მაგრამ არასდროს არ იყო რუსეთის არმია მეორე არმია მსოფლიოში დღეს ხედავთ რომ მეორე არმია არ ვიცი რომელი არმია არის უკრაინა მაგრამ უკრაინასთან ჯერ ვერ მარცხდებიან მაგრამ ცოტა ხანში დამარცხდებიან ნახოთ რა ხდება რუსეთში ობიექტური სიტუაცია დავეყრდნობი მე იმ ღია ფაქტებს რაც არის ღია პრესაში კომპანიების 70% გაკოტრების წინაშეა ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია პუტინმა შექმნა დიქტატორული რეჟიმი და დიქტატორული რეჟიმი არსებობს ზუსტად მანამ სანამ დიქტატორს შეუძლია თავის გარემოცვას მისცეს ორი რაღაცა გამდიდრების საშუალება და დაუჟელი ძალადობის საშუალება. ისე რასაც არ უნდა გააკეთებ, ყველაფერი შეხრჩება. ამას პუტინი უკვე თავის გარემოცვას ვეღარ აძლევს. ამიტომ ბოლო ხანებში თუ თქვენ გადახედავთ პრესას, რუს ბლოგერებს, რომლებიც მზად არიან გაანადგურონ უკრაინა, უკვე პუტინი აღარავის აღარ სჭირდება. არც ფინანსისტებს, არც ბიზნესმენებს, არც პოლიტიკოსებს და მით უმეტეს არც სამხედრო. ერთია ლევან ბატონო, მაგრამ აი თქვა ესე ვარ თუ ჩავერთვები, ხო? მაგრამ არიან კი ისინი მზად იმისთვის, რომ ერთი მხრივ არ სჭირდებათ, მაგრამ არ მოგიბოდიშებთ ამისათვის დააყირათ, წავიდნენ პუტინის წინააღმდეგ. მე არ მჭირდები თქვენ ახლა სტუდიაში, მაგრამ მე არა ვარ ძალმოსილი, რომ ახლა გაგიშვათ სტუდიიდან, იმიტომ რომ ეს მითხრას არ ვიცი ვიღაცამ ზედასართულიდან. გავუშვა თუ არა ლევან ფესვიანიძე. სად არის თუ არა ოლიგარქიატი, სამხედრო პოლიტიკური ელიტა, სამხედრო ელიტა, მოდი ასე ვიტყვით, რომ FSB-ს მაინც თვითონ აკონტროლებს, ხო? ვინმე იყოს ისეთი თამამი, რომ პუტინს მოუწყოს ის, რაც ბევრისთვის თუ რამდენიმესთვის მაინც მოუწყიას რუსეთის ფედერაციაში. არა მარტო რუსეთის ფედერაციაში. ყოველთვის ესე ხდება ხოლმე. გარემოცვა იშორებს თავიდან დიქტატორს. ყოველთვის გარედან ძალიან იშვიათად ხდება ახლა ეს მოხდა ირანში და ვენესუელაში შეიძლება მაგასაც შევეხოთ მე. მაგრამ როგორც წესი გარემოცვა თვითონ იშორებს თავიდან მოყრჭებულ დიქტატორს. ჩემი აზრით, სუბიექტური აზრით, პუტინის სამზომი უკვე ჩართულია. როდის დაემართება ბრჭყალებში ინფარქტი?
ალბათ მაინც ესე მიაწოდებენ მოსახლეობას და როდის გარდაიცვლება მოულოდნელად და როდის დაკრძალავენ პატივით, მე არ ვიცი. მაგრამ ჩემი აზრით ეს წამზომი უკვე ჩართულია. იმიტომ რომ ეს არის დიქტატორი, რომელიც უკვე აღარავის აღარ სჭირდება. მისი გამორემოცვა, მისგან დისკომფორტის მეც ვერაფერს ვერ. რადიკალურად იცვლება ამ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა. თმასავსე კაცს, მელოდი კაცი, ჩვენაც არა აქ თმა. ხო, ისა ცვლის. ხო, წავიდა, ბოლო ვინ იყო აღარ მახსოვს, ჩერნენკო თუ არ ვწდები, წავიდა ჩერნენკო, მოვიდა გორბაჩოვია. თუ ვინც მოდის უკვე შემდგომ პოსტ-პუტინისტურ ეპოქაში, ვინც არის ამ მშრალობა რა გვარს დავასახელებ, ის 180 ან თუნდაც 180 არა, მაგრამ რაღაც 107 გრადუსით განსხვავებულია. მაგალითად უკრაინის კონტექსტში. ჩვენ მოგვბეზრდა ომი. აღარ გვინდა ამ სასანქციო პირობებში ცხოვრება. გავდივართ ყირიმიდან დონბასին და ასე შემდეგ, რასაც მეღარლდეების გათვალისწინებით და ასე შემდეგ, ვასრულებთ ამას ამბობს რომელიმე პეტროვი ივანოვი სიდოროვი, თუ აგრძელებს სავარაუდოდ ჩვენ ხა მაინც რაღაც თეორიაზე ვლაპარაკობთ, ხო, პუტინის ამ იმპერიალისტურ პოლიტიკას, იმიტომ რომ რუსეთი როცა იმპერიული როცა მას არ აქვს იმპერიული ზრახვები, ის შიგნითაც ფეთქდება. ელცინიც კი დემოკრატი ბჭყალებში პუტინთან შედარებით, ელცინიც კი კაიგვარიანი, ბობოლა იმპერიალისტი იყო. უყურეთ როგორი რამეა, ჩემი აზრით, სიტუაცია არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მომენტში მოხდება პუტინის მოშორება. თუ ეს მოხდება ბჭყალებში ხვალ, რუსეთში ჯერჯერობით არსებობს ილუზია, რომ თუ უფრო მეტ ძალას მიაყრიან ფრონტზე, ანუ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებენ, შეუძლიათ გარდატეხონ სიტუაცია. ყველა სამხედროს და ჭკვიან ადამიანს ესმის, რომ ეს ვერ მოხდება, თუნდაც მობილიზაცია მოხდეს, მაგრამ ესეთი ილუზია რუსებს აქვთ. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ვიღაცამ შეცვალა პუტინი, დიდი ალბათობით ეს იქნება პუტინზე უფრო აგრესიული და უფრო უარესი დიქტატორი, რომელიც მეორე დღეს გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და შეეცდება ესეთი ძალით გაანადგუროს უკრაინა, მაგრამ დიდი ალბათობით ასევე ამას მოყვება შიდა აფეთქება რუსეთში, იმიტომ რომ უკვე აღარავის აღარ უნდა უაზროდ წავიდეს და თავი შეაკლას პუტინის ზრახვებს ან რომელიმე სხვა დიქტატორის ზრახვებს და რუსეთს შეიძლება ჩამოიშალოს. შეგახსენებთ, 1914 წელს, როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რუსეთში ომში წასასვლელად რიგები იდგა. ისეთი ენთუზიაზმი იყო და ისეთი პოპულარობით სარგებლობდა მეფე. 3 წელიწადში რაც მოხდა, ვინც არ იცის, ვეთქვი, რევოლუცია მოხდა და ცოტა ხანში მეფე დახვრიტეს, ხო? მსგავსი, ძალიან მსგავსი ისტორიული თვალსაზრისით სიტუაცია არის შექმნილი დღესდღეობით რუსეთში. ვინ იქნება და რა იქნება ის ნაპერწკალი, რომელიც გამოიწვევს ამ აფეთქებას, რომელიც ამ დომინოს პირველ ქვას წააქცევს, მე არ ვიცი. მე ნათელმხილველი არა ვარ. მაგრამ ეს რომ დიდი ალბათობით ცოტა ხანში მოხდება, პირველი მცდელობა 24-ში იყო. მისი რა გვარია ეს აჯანყება რომ მოაწყო. ხო, არა, ვაგნერის, ხო. პრიგოჟინის აჯანყება. და ეს ფაქტიურად პრიგოჟინს რომ ყოფნოდა ჭკუა და სიმამაცე წასულიყო მოსკოვამდე, დიდი ალბათობით გაიმარჯვებდა. თუ არავინ არ იყო მისი გამჭერებელი რეალურად. და ეხლა თუ მოხდება მეორეჯერ, შეიძლება მისვლაც არ დასჭირდეს მოსკოვამდე, იმიტომ რომ მოსკოვში შეიძლება უკვე აიყვანონ ვიღაც. ხო, თან სულ უფრო ხშირად ჩდება განსაკუთრებით რუსულ ან უკრაინულ რუსულ სივრცეში ინფორმაციაც ან ანალიზიც თუ გებოთ ასე ვიტყვი, ცნობები იმის თაობაზე, რომ აი პუტინი სულაც არ არის კრემლში, ან სულ პუტინი იძლიერებს დაცვას, ან პუტინი რაღაც ჩაკეტილია მეორე მოცეთო 41 ბუნკერში, 41 არ წამომცდენია, ეგ რა მაგის პასუხია. ბატონ ლევან, პუტინი წავიდა. ავტომატურად სუსტდება ხო ყველა ის პროქსი ძალა, რომელიც პუტინს და შესაბამისად ისინი ეძებენ ახალ პატრონებს, ან პოულობენ, ან ვერა, მაგრამ ეძებენ და კითხვა. კარგით. აკეთებს კი
ცოტა უცნაური კითხვაა შესაძლოა, მაგრამ მაინც სხვადასხვა გვარი ანალიზი იკეთება მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ჩვენ სინამდვილეში ამ სტუდიაში, აი ამ ნამდვილი კვადრატულიც არის ამ სტუდიაში. სხვადასხვა რესპონდენტების მიერ, არამედ მსოფლიოშიც კი. ყველაფერს აკეთებს თუ არა, ან აკეთებს თუ არა რამეს კონკრეტულად შეერთებული შტატები პუტინის დასასუსტებლად. არის ერთი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ არა, ისიც რა პუტინს აძლიერებს ტრამპის პოლიტიკა, მაგრამ არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს და ამბობს, რომ აი პუტინის გარშემო რკალის შევიწროებით ტრამპი ვინ და სწორედაც რომ ტრამპი აკეთებს მოხრჩობას პუტინისა. ნელ-ნელა მეთოდურად აღჭობს. აი მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ თქვენ რომელი თეორიის მომხრე. მე არც ერთი თეორიის მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ მე მგონია რომ მე მესმის რა არის ტრამპის გეგმა. ეხლა ალბათ ბევრს გაეცინა იქ, იმიტომ რომ ბევრს მეაჩნია რომ ტრამპა თვითონ არ იცის რა არის მისი გეგმა და აგერ ვიღაც ფესვიანიძე ამბობს რომ მე ვიციო. ჩემი აზრით სიტუაცია ესეთია. ტრამპს რუსეთი მოწინააღმდეგეთ საერთოდ არ მიაჩნია. ტრამპის მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. აქედან გამომდინარე, ტრამპის მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისათვის, რომ ჩინეთი დაასუსტოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მოდით გადავხედოთ რამდენიმე წამით ტრამპის ქმედებებს. ვენესუელა ხელში ჩაიგდო ფაქტიურად ნავთობი და ჩინეთს შეუწყვიტა ძალიან იაფი ნავთობის წყარო. ირანი იგივე სიტუაცია. ირანში მოერია კი ამ ამბავს. რა ბრძანეთ? ირანში მოერია, ვენესუელაში მოერია, იმიტომ რომ ვენესუელაში ნახა პირი ქალბატონი როდრიგესის სახით, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და არანაკლები ჭყალებში თუ ჭყალებოდა და შავეა. ხო, ამ არანაკლები სასტიკი ადამიანი იყო და არის როგორც მისი პრეზიდენტი მადურო იყო, მაგრამ საყრდენი იქ ნახა. აქ ირანში მთელი სამხედრო პოლიტიკური ელიტა თითქოს განადგურებულია, მაგრამ ორმუზის სრუტე, რომელიც უვიწროესია, რასაკვირველია და არავინ არ კაბათობს, რომ საკმაოდ რთულია, მაგრამ აფეთქო განადგურო აიათოლა და ამავდროულად ვერ მოერიო ორმუზის სრუტეში რაღაც პრობლემებს, ცოტა გასაკვირიც არის, აი ძალიან გასაკვირი არ არის ჩემთვის. მე მგონია რომ მან ბოლომდე არ ქონდა სწორად და ბოლომდე გათვლილი სიტუაციები, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ რას ვხედავთ? ირანის ნავთობი არის ბლოკადაში, ირანიდან ნავთობი ვერ გამოდის, ირანი ნავთობს ჩინეთს ვეღარ აწვდის. თუ არ ვცდები გუშინდელი დღიდან ოპეკმა და ოპეკ პლუსმა შეწყვიტა არსებობა, დიდი ალბათობით ეს გამოიწვევს თანდათანობით ნავთობის ფასის შემცირებას. ტრამპის მიზანი რა არის ნავთობთან მიმართებაში? რომ ჩინეთმა ნავთობი იყიდოს მსოფლიო ფასებით და არა მსოფლიო ფასებზე უფრო ნაკლებად. რომ მისი ბიზნესის კონკურენტის უნარიანობა ამის ხარჯზე შემცირდეს, ხო? მაგრამ ჩვენ გადავუხვიეთ თემას. დაუბრუნდეთ რუსეთს. რუსეთთან მიმართებაში ჩემის აზრით ტრამპის გეგმა იყო ესეთი. რუსეთი საკმაოდ დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რეალურად რუსეთი გადაიქცა ჩინეთის პროქსი ძალად, იმიტომ რომ ჩინეთის გარეშე რუსეთს არსებობა არ შეუძლია. ტრამპის იდეა და რა ვიცი, ოცნება ალბათ იყო ის, რომ რუსეთი გადმოებირებინა თავის მხარეზე და ამისთვის მზად იყო ტრამპი აბსოლუტურად პრაგმატულად მიეყიდა რუსეთისთვის უკრაინა. ზეწოლა მოეხდინა ზელენსკიზე, ეიძულებია ზელენსკი რომ რუსეთის პირობები მიეღო ზავის შემთხვევაში, მაგრამ არ ვიცი რატომ არ უთხრა ტრამპს არავინ ის, რაც თქვენ იცით, მე ვიცი და ეგერ პიპინიამაც იცის, რომ რუსულ და მარკო რუბიომაც იცის. ყველა მიცის, რომ რუსულ ტექნოლოგიურ სამხედრო იარაღში, აი დრონებში 90% ელემენტების არის ჩინური წარმოშობის და რუსეთი აქედან გამომდინარე თეორიულადაც კი ვერ გადავა შეერთებული შტატების მხარეს, ვერ დაუჭერს მხარს ტრამპის პოლიტიკას, იმიტომ რომ ხვალ რომ ჩინეთმა აღარ მიაწოდოს რუსეთს ის ყველაფერი, რასაც აწოდებს, რუსეთი ალბათ ერთი კვირა, შეიძლება ერთ თვემდე გაწუტრილებს ხადია, მაგრამ შეიძლება მურმანსკში ვნახოთ უკრაინის დროშა. არა, უკრაინელებს არ დაჭირდებათ, მაგრამ ერთ თვეში რომ გაყრიან რუსეთის ჯარებს თავისი ტერიტორიიდან და ყირიმს აიღებენ, მაგას მე მგონი აღარ ჭირდება არანაირი ის დიდი
ტვინი და რაღაც ანალიტიკური უნარი. იმიტომ რომ თუ რუსეთს იარაღი არ ექნება, ეს იგი ვეღარ იომებს, ხო? აქედან გამომდინარე, რაზე ეყრდნობოდა ტრამპის ეს ოცნებები, მე არ ვიცი, მაგრამ ჩემის აზრით, ტრამპი არ აღიქვამდა რუსეთს როგორც მოწინააღმდეგეს, აღიქვამდა როგორც ძალას, რომელიც უნდა გადმოიბიროს ჩინეთის წინააღმდეგ. ახლა უკვე ლევან ბატონო, ახლა უყურეთ როგორ არის. ბოდიში გვარემ გავაგრძელებ კითხვას, რომელშიც ერთგვარად მოქცეულია ირანის კონფლიქტი, ეგრაბაგის პასუხი უკრაინას ხობის დავაცხადე, ევროპა. ჩვენ არა მხოლოდ გრენლანდიასთან იმართებაში, არამედ ნახეთ ეს არასასიამოვნო დაპირისპირებები, შეპირისპირებები და ახლაც გრძელდება შეერთებულ შტატებსა და ევროპის კონტინენტს შორის, ნატოს დანარჩენ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის. მე შორსა ვარ იმაზე საკად ეგრაბაგის პასუხია, რომ ტრამპი გაბრაზდება და ნატოს დატოვებს, ეს მარტივად არ ხდება. ან ტრამპი გაბრაზდება და რაღაც გერმანიიდან გაიყვანს. ტრამპი არ არის იმპერატორი. ხო, ტრამპი არ არის იმპერატორი, კი ბატონო. მე შორსა ვარ, მაგრამ ეს თავად ეს ფაქტებიც, ხო, თუნდაც რაღაც რიტორიკის დონეზე საგაცვლა გამოცვლას აღარ ქვია ამას. ხო, რაღაც ტრამპის tweet-ებიც შესაძლოა ნამდვილად გამაღიზიანებელია ბერლინსა თუ ცხადიანბავი, ხო? და არ არის ერთიანობის მადასტურებელი. სხვა შორის ტრამპს ამიგზელდა კითხვა, მაგრამ მაინც აქვს ერთგვარი ჭყალებში თუ ჭყალებოდ არგუმენტი. რატომ არ დამეხმარეთ თქვენ ორმუზის სრუტეში? რატომ არ დამეხმარეთ ირანის კონტექსტში? ეს არგუმენტი რაღაც რიგით ამერიკელს, რიგით ტრამპის და ამერიკელს შეიძლება მოსწონს კიდეც, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ევროპა ან გვიან გამოფხიზლდა თუ გამოფხიზლდა. საერთოდ თუ ეს სიტყვა ეს და საერთოდ შესატყვისი ზნა არის. უნდა დახმარებოდა ევროპა ტრამპს? არ უნდა დახმარებოდა თუ არა? მე მეკითხები უნდა დახმარებოდა თუ ჩემს მოსაზრებას. გავიხსენოთ, ნატო არ არის შეტევითი სამხედრო ალიანსი. ნატო არის თავდაცვითი სამხედრო ალიანსი. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანას ექნებოდა სურვილი, რომ მოკავშირეობა გაეწია შეერთებული შტატებისთვის, ეს მათი საქმეა. მაგრამ არანაირი ვალდებულება ევროპის ქვეყნებს, რომ ნატოს ფარგლებში გაეწიათ მხარდაჭერა. ინდივიდუალურად გაეწიათ მეთქი, ახლა მე რიგითი ტრამპისტის მანტიას მაგას მე მომკითხავთ, მე ვით უფრო რომ ამ ირანის ნავთობით ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებად სარგებლობს, მესმის რომ ევროპას სხვა რესურსებიც აქვს, იგივე ნორვეგიული და არა მხოლოდ, მაგრამ თავისი ნავთობიც აქვს ძალიან. ასაკვირველია, მაგრამ მეტწილად რაღაც 40% რო გადის ამ სრუტიდან, ხო, პლუს ომანის სრუტ, ხო, ევროპის კონტინენტის სახელმწიფოების სარგებლობდნენ, აუცილებლად უნდა ვთქვა და ცოტა უფრო მეტად მე ყოველ მეორე მოვირგე ახლა რიგითი ტრამპისტის მე მესმის ამორჩევლის ტრამპის ამორჩევლის მანტია, რამდენად კარგად სივარცხლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ რაღაც არგუმენტები აქეთ-იქედაც არის და აი რამდენად მოსალოდნელია რომ ეს სქიზმა აღარ ქვია დაპირისპირება, ხო, ევროპა ამერიკას შორის იყოს ხანგრძლივი, რაც დააზიანებს ევროპასაც, გულახდიდებით თუ იქნებით. მე მგონია რომ არ დააზიანებს ევროპას. საქმე იმაშია რომ ევროპა ფინანსურად და ტექნოლოგიურად იმდენად ძლიერია, რომ როგორც კი დაინახავენ რომ შეერთებული შტატები არ არის მზად მათ მაგივრად იომონ. უცბად გაახსენდებათ რომ ძალიან მაგრები არიან და მე მგონი უკვე გაახსენდათ კიდევაც. ევროპაში ცხოვრობს 500 მილიონამდე ადამიანი. ევროპა არის ერთ-ერთი უმდიდრესი ბაზარი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნებისმიერი ტექნოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა ევროპისთვის არის ძალიან მარტივი. ძალიან მარტივი. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ნატოს ფარგლებში მომხდარიყო შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ხოლო მე არა ვარ ახლა არც ერთი ევროპელი პოლიტიკოსის ადვოკატი, მაგრამ სიტუაციაში, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ომი თქვენი ომიაო, ევროპას ძალიან დიდი რესურსები ეხარჯება ამ ომში უკრაინის მხარდასაჭერად. ტრამპმა თქვა, რომ თქვენ იარაღს არ გაძლევთ, ჩვენ თქვენი იარაღს მოგყიდით. ამ სიტუაციაში ევროპელი პოლიტიკოსი იტყვის ჩვენი ომი, შენი ომი არაა ძმაო. და შენი ომი, ჩვენი ომი რატო უნდა იყოს? გასაგებია, ხო? შენ უპირისპირდები ჩინეთს, იმიტომ რომ შენ გაქვს პრობლემები ჩინეთთან და ამიტომ დაუპირისპირდი ირანს, ჩვენ ამაში ვზიანდებით კიდეც. და ჩვენ რატო უნდა ვიომოთ ამის გამო? ჩვენი ომი გვაქვს. შენ ხო პირველმა ამერიკა მონაწილეობს იმ
ჩვენს ომში, ანუ ევროპის ომში, თუნდაც იარაღის მიყიდვით ესეც. იარაღის მიყიდვით მეტი არაფერი, ფაქტიურად ტრამპა ხელები დაიბანა და ამითი მე ვერ დაგეთახმებით, რომ მეტი არაფერი ცოტა უარყოფითი კონოტაცია აქვს, მაგრამ დახმარებას აღარ აძლევს უკრაინას, ხო? არა და შეერთებული შტატები ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, რის შედეგადაც შეერთებული შტატებიც მათ შორის იყო გარანტორი იმისა, რომ უკრაინა არ იქნებოდა ვინმეს მხრიდან დაჯაბნულიან და თავდასხმა არ მოხდებოდა უკრაინაზე, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვული არ. ეს არის ბუდაპეშტის 94 წლის მემორანდუმი სწორედ შენიშნეთ. ეგ რა მაგის პასუხია რაღა ახსენეთ და აქეთკენ წავიდა ჩვენი საუბარი უსაფრთხოების გარანტიის მიმცემი უკვე სამომავლო თუნდაც პოსტპუტინისტურ ეპოქაში ვინ უნდა იყოს უკრაინისათვის და არა მხოლოდ უკრაინისათვის. იმიტომ რომ როცა იქნება მაშინ ეს ომი დასრულდება. დასრულდება იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდება. მოდი არაფერს არ ვიტყვი იმაზე მეც რა არის თქვის შესაძლებლობასაც ღევადელი დღე გვაძლევს, მაგრამ დარჩენილი უკრაინა, ან სრული უკრაინა, დარჩენილი უკრაინა. ჩემის აზრით სრული უკრაინა. სრული უკრაინა, კი ბატონო, რაღაც თქვენ გადაგარეთ სიტყვა მე საკვებით ამ მოსაზრებაში, ამ პროგნოზში ვინ აძლევს მას? უსაფრთხოების გარანტიას, დიახ. რამდენად მყარია ეს უსაფრთხოების გარანტია, როგორც ასეთ 94-ში თქვენს მიერ ხსენებული ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილენი ბირთვული პროგრამის დათმობის სანაცვლოდ, ბირთვული იარაღის დათმობის. იყვნენ შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, თავად რუსეთი და უკრაინა როგორც ამ ბენეფიტების მიმღები. იცით, მე აღარ მახსოვს რომელი რუსი იმპერატორის სიტყვებია, მე მგონი ალექსანდრე პირველის, რომ რუსეთს ყავს ორი მოკავშირეო. რუსეთის არმია და რუსეთის ფლოტია. ნუ მაშინ სააერო ძალები არ არსებობდა. მე მგონია რომ ამ 150 დაახლოებით წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა. და არც არასდროს არაფერი არ შეიცვლება, თუ ჩვენი პლანეტა რაღაც სხვა ეტაპზე არ გადავა ურთიერთობისა. გარანტი იმისა, რომ შენ თავს არ დაგესხმებიან, ყოველთვის ყველგან იქნება ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი პოლიტიკური სისტემა, ერთგული და მოტივირებული მოსახლეობა და ძლიერი ეკონომიკა. ყველა ქვეყნისათვის. მე მგონი ახალი არაფერი არ თქვი, მაგრამ არა, სწორედ ძლიერი შეიარაღებული ძალები. ხო შეიძლება ამ კუთხით თუ იმჯერებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალებიც არის უსაფრთხო, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ უსაფრთხო ევროპის გარანტორი. იმიტომ რომ რა და ომში გამობრძმედილი უკრაინის შეიარაღებული ძალები, აი ახლაც რომ მომობენ, როცა ჩვენ სტუდიაში ვართ, ისინი საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, ეს ერთი და ისინი სწორედ არა რაღაც სიმულაციის ცენტრებში, რაღაც ხნებსა თუ ვარჯიშებში, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით ომში მონაწილეობენ. ეგ რა მაგის პასუხია და რამდენად დიდი როლის შესრულება შეუძლიათ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩვენს იმ შეიარაღებულ ძალებს არ გულისხმობ არაფერ რაღაც ბრუტალურს ან რაღაც არაფერს შემთხვევაში მე გულისხმობ ეს არის რაღაც გარკვეული ელიტა ხო რომელიც სამხედრო პოლიტიკური ელიტა ქვია სამხედრო ელიტა ქვია და ყველა ამგვარ ქვეყანაში სამხედრო ელიტა რასაკვირველია დააფასებული უნდა იყოს ისრაელში ხო არ მოგიდგენიათ როგორ არის დააფასებული უკრაინაში არის და იქნება კიდევ უფრო მეტად და საქართველოშიც არის ხაზგასმით ვამბობ მათ შორის პატივისცემა ჩვენ შეიარაღებულ ძალებს რომლებიც ახლა არიან ვინც ახლა არის შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის ძალებში და მათაც პატივისცემა ვინც ახლა ფრონტის ხაზია მაგრამ აი ვინც ფრონტის ხაზია რამდენად სერიოზული ავტორიტეტული როლის შესრულება შეუძლია უკვე პოსტომის პირობებში იცით ეს დამოკიდებულია მეც მიფიქრია სხვა შორის ამაზე ჩემის აზრით ეს დამოკიდებული იქნება იმ ხელისუფლებაზე რომელიც იქნება საქართველოში იმ მომენტისათვის, როდესაც ეს ომი დასრულდება. უყურეთ, თუ ეს ხელისუფლება აღიქვამს ქვეყნის უსაფრთხოებას ისევე როგორც ახლა მე ვთქვი რომ თუნდაც პატარა ქვეყანა შეუძლია ყავდეს ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები სალამი ისრაელს და სალამი შვეიცარიას, ხო?
შეუძლია თუნდაც პატარა ქვეყანას, მაშინ ამ ადამიანების გამოცდილება იქნება აუცილებლად ძალიან კარგად ათვისებული და გამოყენებული. მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა. ის მებრძოლები, რომლებიც ახლა მართლა ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებენ ბრძოლის ველზე, ჩემი პატივისცემა მათ ყველას, ისინი არიან მხოლოდ მებრძოლები. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ძლიერი გენერლები, ომში გამობრძმედილი, ის რაც დავინახეთ უკრაინაში. სამხედრო ელიტა ხო თუ მართლობა ხედართავები, რომლებმაც ფაქტიურად შეცვალეს სამხედრო ისტორია. ჩვენ ვიცით რომ ყოველი დიდი ომი ბოლო 100 წლის განმავლობაში, ცოტა მეტი წლის განმავლობაში, ჩემის აზრით ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია. გუშინ ვეუბნებოდი ვიღაცას რომ ის მეომრები, რომლებიც 100 წლიან ომში მონაწილეობდნენ, იმათ არ იცოდნენ რომ 100 წლიან ომში მონაწილეობდნენ. მე დაარქვეს იმ ომს 100 წლიანი ომი. მე ასე მგონია რომ გავაწლები და ამ ომს დაერქმევა მესამე მსოფლიო ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ტექნოლოგიურად შეცვალა ომი. გამოჩნდა ტანკები და ტყვიამფრქვევები. მეორე მსოფლიო ომმა ტექნოლოგიურად შეცვალა ომი, გაქრა კავალერია საერთოდ, გაძლიერდა ტანკები, გაჩნდა ძლიერი, მათ შორის რეაქტიული ავიაცია, სწრაფსვლოლერი შაშხანები და ატომური იარაღი. მესამე მსოფლიო ომმა ტექნოლოგიურად შეცვალა ომი, გაქრა ტანკები ფაქტიურად, ტანკი უკვე აღარ არის მეფე საბრძოლის ველზე. და გამოჩნდა ომს ზოგიერთი სპეციალისტი აძახის პირველ კიბერპანკულ ომს, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ სახმელეთო დრონმა უკრაინაში ყვე დაიყვანა 8 რუსი ჯარისკაცი. დრონმა აიყვანა ტყვედ ადამიანები და ადამიანების ბრძოლისველიდან ევაკუაცია და რაღაცა ეს უკვე აღარავის აღარ უყურს. თან ეს არ იყო რაღაც ექსპერიმენტალური დრონი, ხო? ეს იყო ჩვეულებრივი სერიული დანადგარი, რომელიც დარწმუნებული ვარ 1 წელიწადში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით და დრონების არმადა, დრონების არმია იქნება ახლა. გუშინ იყო თუ გუშინ წინ შეერაღებულ ძალებში რეფორმა დაანონსა, აი ამ ომში ყოფი ქვეყნის რეფორმა დაანონსა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რასაკვირველია თავდასხმის აუწყებაზე მინისტრი, ახალგაზრდა მინისტრი ხავთ და თუ გიხავთ გენიალური მინისტრი ხავთ და ხო ამაზე რაღაც ცალკე უკვე ეთერს მიღება შეგვიძლია რაღაცეები გიამბოთ მის თაობაზე, უბრალოდ არ ამაგ დადასტურებული ინფორმაციები, მაგრამ მაინც და უკრაინა ამასაც კი ახერხებს, მათ შორის ამ მაღალ ტექნოლოგიას და კიდევ რას მნიშვნელოვანია, საკუთარ იარაღს ქმნის და უკვე 40-45%-მდეა ასული იარაღის წარმოება. ბატონებად, ბოლოს წინა კითხვა. ამასობაში კავკასია. თუ ნებას მომცეთ, ბატონ გიორგისთანაც ვისაუბრეთ, ჩვენ და თუ გნებავთ რამეს დავამატოთ, მე არა ვარ შეზღუდული 5-10 წუთი კიდევ გვაქვს დაახლოებით. რა პროცესები მიმდინარეობს კავკასიაში? მე ვიცავ მშვიდობას, მე მინდა საქართველოს გადავარჩინო, ამას ამბობს ივანიშვილი. ერთი არათუ რაკეტა, არამედ დრონიც კი არ უნდა შემოფრინდეს ამ ქვეყანაში და თუ ვიქნებით გულახდილები, თლად ხო? ეს სწორი ამოცანა. მაგრამ ამ ასობაში ხომ არ შემოიფრცქვნა, ან შემოინგრა, თუ გნებავთ ამ სიტყვას ვიხმარ, სხვა მნიშვნელოვანი გარდაულად აუცილებელი სახელმწიფოს მდგრადობისათვის გარდაულად აუცილებელი ღირებულებები, ინსტიტუციები, პასეულობები, იდენტობის ნაწილი, იდენტობა როგორც ასეთი. აი, ითხარით რა გზა გასაყარზე ვდგავართ, მოდიში გზა გასაყარი კარგი სიტყვა, არაფერი უთქვამს, დავიცავ. რაც უნდა ჩემი დაცვა, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს ელ ჩერჩინსკის საერთოდ უბრალოდ თქვა რომ გზა გასაყარზე ვართო, ხართო, თქვენო. და აქეთ იქნება კორუფცია, არ არის კორუფცია? ხარიბაშვილი კორუფციის გამო არ არის, ეხლა მონოლოგი გამოვიდა, მაგრამ აი ეს მახსოვს რომ გონი კორუფციის გამო დაიჭერა. ხო არ მეშლება. ლილუაშვილი ანუ აირჩევთ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, კიდევ იქ რაღაც რომეო მიქაუტაძის გზას თუ აირჩევთ არაკორუმპირებული გზა, არაკორუმპირებული პირების გზასო. ეს თქვა. ხო
ხო არ იყო ამ ცოტა ხნის წინ ჩვენთან სამოქალაქო ომი ახლა არ გრძელდება ვერბალური სამოქალაქო ომი კი ბოდიშეთ ბატონო ლევან კითხვა უნდა დამესვა და ჩემი მონოლოგი არა კი ძალიან მაინტერესებს ეს თქვა ჰერჩინსკიმ რეალურად და არ დარჩენილა არც ერთი პრაქტიკულად ქართული ოცნების წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრად წოდებულიდან დამთავრებული რიგითი დეპუტატით რომელმაც არ დაეწყო ეს ანტიევროპული არ გამოეყენებინა ეს ანტიევროპული გზავნილების ტირაჟირებისათვის პაპუაშვილმა ხომ საერთოდ კიდევ სავისივე რეკორდები მოხსნა და კობახიძემ კიდე მიხსნა ეს რეკორდები. არადა ჰერჩინსკიმ თქვა ის, რაც ყველაზე უფრო ქართული მესიჯია, ავირჩიოთ, უნდა აირჩიოს საქართველოს ან ევროპული, ან ჯოჯოხეთისკენ, ანუ რუსეთისკენ გზამით. ბოდიშს ვიხდი გამიგრძელდა ეს საზოგადოების უნდა მეთქვა, კარგია რომ გამახსენდა. გზაგასაღარზეა ქვეყანა, კავკასიის რეგიონი, საქართველოს აი ამ ესეც გამიანალიზეთ. ორად როგორი რამეა, მე ნაკლებად საინტერესოს ვიტყვი ალბათ კავკასიის რეგიონზე, უფრო ალბათ საქართველოზე დავილაპარაკებ, რატომ? იმიტომ რომ აზერბაიჯანის პოზიცია ჩემის აზრით სრულიად ცხადია. აზერბაიჯანი რუსეთის გავლენიდან საერთოდ განთავისუფლდა. მე ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, ალბათ ძალიან ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მმართველობა არ არის დემოკრატიული, აზერბაიჯანს ძალიან გაუმართლა იმაში, რომ ჩემის აზრით ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი უჭკვიანესი პოლიტიკოსი მართავს აზერბაიჯანს ილხარ მალიევი. ეს არის ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, ძალიან ეშმაკი და ძალიან მომართული თავისი ქვეყნის გაძლიერებისათვის. მან აწლეულები ითმინა რუსეთის დიქტატი, მოამზადა ქვეყანა და დაიბრუნა ტერიტორიები და ეხლა ფაქტიურად განთავისუფლდა რუსეთის გავლენისგან, იმიტომ რომ თურქეთის ქოლგის ქვეშ არის. დიდი პატივისცემა ჩემი ფაშინიანს, ჩემი სიმპათია მის მხარეს არის. მემაჩნია რომ ძალიან საინტერესო პიროვნებაა და იმედია რომ გაიმარჯვებს ეს ადამიანი და ბოლომდე მიიყვანს წამოწყებულ საქმეებს. ასე რომ ნელ-ნელა თავისუფლდება სომხეთი რუსეთის გავლენისაგან. მე მყავს იქ მეგობრები და 1-5-6 წლის უკან აი პირდაპირ გაგებით ლამის ყოტიროდა ხალხი რა დღეში ვართ შეგვჭამეს რუსებმაო. ეხლა ეს სიტუაციაც გადაწყდა. ეხლა გადმოვხედოთ საქართველოს. რამდენი წუთი მაქვს რომ ახლა 3 წუთი. 3-5. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული საკადრო კრიზისი დღესდღეობით, იმიტომ რომ იმ პოლიტიკამ რაც თქვენ ბრძანეთ რომ ესე იგი იდეა იყო ესეთი რომ მოდით საქართველოს ევროპა მხარს არ გვიჭერს 2008 წლის ომმა დაგვანახა რომ ჩვენი კომაგი არავინ არ არის, ამიტომ ჩვენ უნდა გავატაროთ პოლიტიკა ისეთი რაც დაახლოებით შვეიცარია ატარებდა მეორე მსოფლიო ომის დროს რომ არც თქვენ და არ ჩვენო. ამ პოლიტიკამ არ გაამართლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს დღეს მსოფლიოში აღიქმება როგორც რუსეთის პროქსი სახელმწიფო. მოსწონს ეს ვინმეს, არ მოსწონს, უნდათ თუ არ უნდათ, გამოვიდათ ის, რაც გააკეთეს. ის რომ კატასტროფული საკადრო კრიზისია საქართველოში, ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება, ჯერ ადამიანს რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, 2 თვეში თუ 1 თვეში გენერალად ნიშნავდა, დილას გენერალად აღიარებდა საღამოს, რა ვიცი, საღამოს ხსნი. ხო, უთოფო იმის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე აგზავნი, როგორც იმ ანეკდოტშია ნათქვამი, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ კატასტროფა გაქვს საკადრო პოლიტიკაში, აი პირდაპირ გაგებით. ამ სიტუაციაში სრულიად სწორია მოწოდება, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე გზაჯვარედინზე და უნდა ავირჩიოთ საით ვაპირებთ წასვლას. საბოლოო გადაწყვეტილება მოხდება ალბათ მაშინ, როდესაც ჩამოიშლება რუსეთი და მაშინ საქართველოს პოლიტიკოსების ნაწილი ალბათ ახტება ჰაერში და სანამ დახტება უკვე ქართველი პატრიოტები იქნებიან და იტყვიან რომ ყოველთვის იყვნენ რუსეთის მოწინააღმდეგეები. არ გამოურიცხავ ესეთ სიტუაციას. რა იქნება რეალობაში, აგერ იმედია დაველოდოთ და დავინახავთ. ლევან ფესვიანიძე იყო ჩემი სტუმარი, ურმესი მადლობა ლევან ბატონო, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ. ჩვენ ერთ კვირაში დავბრუნდებით, კვირას, ანუ მომავალ კვირას, რა რიცხვიც არის, დავბრუნდებით ეთერში, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ. მადლობთ.